კი დავაკვირდებით საქართველოში, თუ კი რომელიმე რეგიონს აქვს განსაკუთრებული ბუნებრივი რესურსი, ყველა ამ რეგიონისთვის ეს იქცა ძალიან დიდ წყევლად. არა გვაქვს არც ერთი რეგიონი ქვეყანაში, სადაც ბუნებრივი რესურსების გამოყენებით ადგილობრივი მოქალაქის კეთილდღეობა დადგა. ამაზე უნიკალური ქალაქი არ ვიცი რა შეიძლება იყოს, რომელსაც აქვს კოლხეთის დაბლობი, ანუ საოცარი დაცული ტერიტორია, ესე ქვია, სადაც გაქვს წარმოუდგენლად დიდი ბიომრავალფეროვნება, რა ვიცი, ფრინველებში, ცხოველებში და თქვა თევზებში. ხო, აკვაკულტურაში, ხო? აქვს მართლა აქვს რაღაცა ზღვაზე გასასვლელი, რაღაცა პლაჟები, ანუ ტურისტულად შეიძლება იყოს საინტერესო. ტბების იმაშია, რა ქვია, სასწაული ტბების ალყაშია თავიდან ბოლომდე. აქვს ორი მდინარე, მაგრამ აი საოცარი მდინარე. ხობისწყალი და თქვათ რიონი პირველ რიგში უნდა მეხსენებინა, საპორტო ქალაქია. თქვენს ხედავთ აი სწორედ ესე გვაქვს ლოკაციურად, რომ პორტი ჩანს აქედან, აქვს ესეთი მსხვილი ბიზნესები, როგორიც არის, თქვათ, ტერმინალი და გადამუშავება და აქვს უაღრესად დიდი პრობლემები, გუშინ აქ საუბრობდნენ, თქვათ, ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც უკვე ჩვენ ჩამოთვალეთ წეღან, დაწყებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვიდან, ჯანმრთელობის პრობლემებიდან, ეკონომიკური სიდუხჭიდან, სოციალურად ადამიანებზე ეს არ აისახება და პრინციპში ეს არის მაგალითი იმის, რაც გვაქვს ყველა სხვა დანარჩენ ნაწილში, ხო?